მოგესალმებით. პირველ რიგში დღეს გვექნება საუბარი ყველა ასტროლოგიურ პროგნოზზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, როგორც ტრადიციულად ხდება ეს და ამასთან ერთად ცოტა არატრადიციული იქნება ის, რომ ჩვენ დავიწყებთ გადაცემას სხვა, ასე ვთქვათ, ინფორმაციით. ანუ კონკრეტულად რისი თქმა მინდა. მინდა იმის თქმა, რომ ჟურნალებია გამოსული შენი ჰოროსკოპი და ჰოროსკოპი. ამის მერე უკვე დავიწყებთ წმინდა ასტროლოგიურ პროგნოზს. ახლა რატო უსვამო ამას ხაზს? თორე ჩემო კარგებო, რაღაც საპოტაჟს აქვს ადგილი, ესე იგი ყველგან არის ეს ჟურნალები, აბსოლუტურად დაწყებული აი ბათუმიდან დამთავრებული თელავით. ყველგან არის გაგზავნილი, მაგრამ რატომაც იქ ან მალავენ, ან არაჩვენებენ და საზოგადოება რეკავს და გვეუბნება, რომ არ არის და არ აქვთ ეს ჟურნალები. სინამდვილეში აქვთ. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, ვისაც ესეთი პრობლემები შექმნება, ხა თბილისში უფრო ეს ასეთი რაღაცა ნაკლებად ხდება, თუმცა მაინც ხდება, მინდა გითხრათ, აქაც კი. რატო ვინ ვის ინტერესებშია ვერაფერს ვერ გეტყვით, უბრალოდ მინდა რომ ყურადღებით იყოთ. ესე იგი, თუ გეუბნებიან, რომ არ არის შემოსული ჩვენთან, მაშინ შეგვეხვევათ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77. გამოტონი მაკაბერიძე, რომელიც არის გამომცემელი ამ ჟურნალებისა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოგაწვინოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. აი ეს გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ აქ რაღაც საბოტაჟის რაღაც მომენტები ჩანს და რატო ვერ გეტყვით ამას. პირველ რიგში, ესე იგი, ეს ორი ჟურნალია გამოსული. ნუ აქ მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან ბევრი ინფორმაცია ჟურნალში ჰოროსკოპში. ყოველთვიური ასტროლოგიური პროგნოზი, მიმართულება და კარგული მთვარის დრო, მათი მნიშვნელობა და ასე შემდგომ და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია გვაქვს აქ ჟურნალ შენ ჰოროსკოპში. ეხლა რაც შეეხება დიდ ჟურნალ ჰოროსკოპს, აქ რასაკვირველია ჩვენ გვაქვს დიდი ინფორმაცია პოლიტიკური, საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზის შესახებ თავისი, ასე ვთქვათ, გრაფიკული გამოსახვით ბოლო გვერდზე ნახავთ ამას. ამის გარდა თქვენ იცით, რომ ჩვენა გვაქვს ასევე გრაფიკული გამოსახვა დედამიწის გეომანტიისა. და აქედან გამომდინარე, უკვე გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს თვეების და მიხედვით გეომანტია რა მდგომარეობაშია, რა ტენდენციებს ქმნის და როდის არის პოზიტიური, როდის არის უარყოფითი. ანუ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მზეზე აფეთქებებს და მზის ქარიშხლებს, რომელიც ძაბავენ დედამიწის გეომანტიას და მათზე გავლენას. ეს ყველაფერი აქ გაქვთ. ამის გარდა აქ ჩვენ გვაქვს თვარის ყოველდღიური ასტროპროგნოზი თითოეული დღის მიხედვით და რასაკვირველია გაქვთ თითოეული აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი 2025 წლისთვის. ნუ შეგნით თქვენ უკვე იცით რა გვაქვს, შეგნით ჩვენ გვაქვს ასეთი ასტროკალენდრები. ეს არის პატარა კალენდარი, რომელიც შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდო და გექნება მთელი წლის დადებითი უარყოფითი დღეები, თვეების და მიხედვით გათვლილი. და ამის გარდა აქვე თქვენ ნახავთ შიგნით, რას ყველა უკვე იცით რა არის, ბიზნეს შემოქმედებით სასკვარლო კალენდარი, თავისი პლუს-მინუს დღეები და სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია რომელ დღეებში, ესე იგი, რომელი ორგანო სუსტდება და რომელ ორგანოსთან მიმართებაში არ არის სასურველი ოპერაციის ჩატარება. ანუ ორი დღეა სულ ესეთი. და ასევე დიდი ეს უკვე გეცილცით ამას ქვია საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია 12 ზოდიაქოს ნიშნის 2025 წლის დადებითი უარყოფითი დღეები და ამას უკვე 12-ვე ნიშანი ჩახედავს და ნახავს, სად არის ახალმთვარე, სად არის სავსე მთვარე, მათთვის დადებითი უარყოფითი დღეები, რას ნიშნავს ყოველივე დღეს და იქნებით გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ეს ორივე ჟურნალი ჰოროსკოპი და ასევე შენი ჰოროსკოპი იმერებ თელ რესპუბლიკაშია გავრცელებული. თუ რაღაც პრობლემა იქნა, შეეხმიანეთ კაბოტონ მაგაბერიძეს იმ ტელეფონის ნომრით, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ. ეს ერთი. ეხლა მეორე აქ კიდე აღვნიშნოთ ბატონი დურმიშხან ყიფიანის ძალიან საინტერესო სასოფლო სამეურნეო ასტროლოგიური კალენდარი გვერდს რავლით ამას, იმიტომ რომ ნუ ერთი ალბათ 25 წელია შეიძლება რაც უშვებს ბატონი დურმიშხანი ამას და ძალიან დიდი ასე ვთქვათ, დახმარება გაუწია ამით მათ, ვინც დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით და ასევე მცენარეებთან აქ ურთიერთობა აქ ზედმიწევნით აღვნიშნეთ და არა მარტო მათთვის, აი სხვა შეიძლება მეფუტკრეობას ვინც ეწევა, აი მათთვისაც არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აი როდის არის მაგალითად მცენარეების მორწყვა, ვაზის, ხეხილის, კარტოფილის შეწამლა, მავნელების წინააღმდეგ დაუშვათ ნიადაგის ორგანული განუყიერება, წვენების მომზადება და დაკონსერვება და სხვა საკითხები, აი ამ
წიგნში სწორედ ამასაც გაეცნობით, რომელიც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში ძირითადად და ასევე აღნიშნოთ, რომ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, მათაც ბარემ მეთქვი, ესე იგი, ნიშნავენ პროგრესში დღესაც მინდა გითხრათ ერთ-ერთმა გალბატონმა დაგვირეკა და ესე იგი სპეციალურად ვთხოვა რა, რომ მე დამლაპარაკებოდა პირადად. და რატო ეხლა როცა ვკითხებთ, იცით რა, უამრავი ფეიკებია, უამრავი ტყუილია, უამრავი გთავაზობსო ჰოროსკოპის გაკეთებას თქვენი სახელითო და ამიტომ მე მინდა რომ ბოდიშის მოხდით, მაგრამ მინდა რომ დარწმუნდე რომ ნამდვილად თქვენთან ვარ. მიხოთ იმის რომ დარეკა ამ ტელეფონის ნომრით, რომელიც მე ასე ვთქვათ მივთითე და უთითებ ამ გადაცემაში და ამის და მიხედავად გადაამოწმა და ნუ პრინციპში არ იყო ცუდი, დარწმუნდა რომ ეს ნამდვილად მე ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფეიკებია, უამრავი თქვენი სურათებიაო და გვთავაზობენ პირად ჰოროსკოპსთან. ნუ ეს მე ამის შესახებ მე გითხარით წინა გადაცემაში და იმის წინა გადაცემაში, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ზოგიერთი არაკეთილსინდისერი ადამიანი ამას იღენებს, უკვე მრავალი წელია და ხალხს ატყუებს სამწუხაროდ აი ამ ჩემი სახელით. და მათი დაჭერა ძალიან რთულია, მინდა გითხრათ. აქ Facebook-საც მივმართეთ თავის დროზე, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა ამ საქმიდან, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ თქვენ. ესე იგი, მხოლოდ იმ ტელეფონის ნომრით, რომელსაც მე ახლა გამოგიცხადებთ, შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ და პირადი ჰოროსკოპი შეადგინოთ და გეკნებათ უშუალო კონტაქტი ჩემთან. არავითარი, როგორც ახლა ზოგიერთი ამბობს ესეთი ფეიკის მოყვარული. რომ ჩვენ ამას დაგიბეჭდავთ ინფორმაციას და გამოგიგზავნით და ვითომ გონიათ რომ ეს ესე იგი ჩემი გაკეთებულია და არის ყველაფერი ტყუილი თავიდან ბოლომდე. ამიტომ არ დაიჯეროთ, სანამ ჩვენ ხვდამ კონკრეტულად არ მოხვალთ, ან ჩვენ ხმას არ გაიგებთ, იქამდე არ დაიჯეროთ, დანარჩენი ყველაფერი ფეიკია. არავითარი დაბეჭდვები და გამოგზავნები, ამას ჩვენ არ ვახორციელებთ. ესე იგი, ტელეფონის ნომერი პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. შეგვეხმიანეთ, ჩვენი საკონტაქტო ნომერია. გავავეთოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, გავარკვიოთ თქვენი კოსმიური მისია, როგორია, რაში მდგომარეობს. გვეყნებით თქვენთვის სასკეთო და ნაკლებად წარმატებული პროფესიები, კარგი და ნაკლებად წარმატებული პარტნიორები, რომელია კარგი, რომელია ცუდი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, სუსტი სტატუსის ორგანოები, ნუმეროლოგიური პრინციპები, მინეროლოგიური პრინციპები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ და მათ შორის მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც მათ შორის ძალიან ინტენსიურად გვეხმიანებიან და ონლაინ რეჟიმში ჩვენ გვაქვს ასევე მათთან ურთიერთობა და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, კითხვებით მოგვართავენ. ესე იგი, ეს წინ და წინ ჩვენი ინფორმაცია იმ შესახებ თუ ესე იგი, რომ ფეიკებს არ ავყვეთ და ამ ტელეფონის ნომრით შეგვეხმიანოთ პირად ჰოროსკოპთან და ასევე ჟურნალებთან, რომელთანაც მიმართებაში რაღაც რაიონებში, ყოველ შემთხვევაში რაღაც ესე დამოკიდებულება რო ვითომ არ აქვს, ამ დროს აქვს. ამიტომ შეეხმიანეთ ჩვენს წარმომადგენლებს და სახლში მოგიტანენ ყველაფერს თავი დავანებოთ. თუ ამ რაიონებში გითხრეს, რომ არ არის ესეთი. ეხლა მოდით უკვე ჩვენს დღევანდელ კვირას, მივაქცევთ უბრალოდ დღევანდელი დღიდან, აი მომავალ კვირას ორშაბათიდან, ანუ 10-16 თებერვლის შუაგედში. აი რა ხდება ცისკაბადონზე ამ დროს, ამას მივაქცევთ ეხლა ყურადღება და რა ტენდენციები გვაქვს ზოდიაქოს ნიშნებთან მიმართებაში. ნუ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს კვირა მნიშვნელოვანი და რატო ეხლა აგიხსნით. დედამიწა უკვე იწყებს ამ კვირიდან თანდათან თავისი პოზიტიური ველის შესუსტებას. ოღონდ ჯერ კიდევ ამ კვირაში იგი მაინც მოდი ასე ვთქვათ, რჩება კიდევ პოზიტიურ ველში, რომელიც უკვე უთანაბრდება კვირის ბოლოს ნულოვან ზოლს. აი უკვე შემდეგი კვირიდან იგი იქნება უკვე აშკარად ნულოვანი ზოლის ქვევით. ანუ ნიშნავს იმას, რომ უკვე ამის შემდეგ კვირიდან ძალიან დაიწყება საერთო სიტუაცია დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გამო. მაგრამ ამ კვირაში კიდევ ეს კვირა გვაძლევს საშუალებას, რადგან კი მიდის შემცირებისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ ნულოვანის ცოტა ზევით არის, ანუ პოზიტიურ ველში ეს მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი რამ გავაკეთოთ, ზოგიერთი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტოთ, ურთიერთგაგებაც გქონდეს სათანადო დონეზე და ასე შემდგომ. ესე იგი, ახლა მოდით აღვნიშნოთ უკვე მნიშვნელოვანი რა მოვლენა გვაქვს. ჩვენ კიდევ მოვლენა უკავშირდება 12 რიცხვს. რა ხდება 12 თებერვალს, 4-შაბათი დღეა, აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა.
ეს არის ცოტა მძივ ენერგიების დღე სავსე მთვარეზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ როცა უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზე გადავალთ და ცალკეულ დღეებზე მოდი ასე ვთქვათ მაგრამ მთლიანობაში იცით რომ სავსე მთვარეობის დროს მოდის მუჭარბებული ენერგია დედამიწაზე და ყველა ვერ უძლებს ამ ენერგიას ზოგი ხდება ზედმეტად აქტიური ზოგი უფრო ასე ვთქვათ დეპრესიული ემოციური გაღიზიანება მაღალი თუ ეგზულტაციაში უმრავლესობა და ამიტომ ამ კუთხითაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით თორე სავსე მთვარეობა ეს არის თუნებების, ეს არის კონფლიქტების, ტრაუმატული ტენდენციების დღე. ამიტომ აქ ჯობია რომ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი გინდათ მოლაპარაკების კუთხით, გინდათ საქმიანი კუთხით, სავსე მთვარეობაზე არ დაგეგმოთ. გავიაროთ ეს დღე მაქსიმალური სიმშვიდით, მეტად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, არავითარი საქმეები არ გაარჩიოთ და არაფერი მნიშვნელოვანი ხა წინ და წინ რატო ვამბობ ამაზე, რომ წინ და წინ არაფერი არ გათვალოთ. და არაფერი არ დაგეგმოთ ოთხშაბათ დღეზე. არც მგზავრობა, არც მოგზაურობა, არც რაღაც მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება და ასე შემდგომ. პირიქით ეს დღე უნდა გაიაროთ რაც შეიძლება მშვიდად. ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია, ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი, ამიტომ თქვენ უკვე წინ და წინ იცით, ახლა თქვენზე დამოკიდებული დაგავიწყდებათ, ან არ გაითვალისწინებთ და 12-ში თუ რაღაც პრობლემა შეექმნებათ, დააბრალეთ მაშინ საკუთარ თავს. მაგრამ წინ და წინ გეძლევათ საშუალება რომ ეს უკვე იცოდეთ რისთვის რომ გათვალოთ რომ 12-ისთვის არაფერი განსაკუთრებული არ დაგეგმოთ და ეს დღე უბრალოდ შვიდად გაიაროთ სასიამოვნო ურთიერთობებით, სასიამოვნო ადამიანებით, იუმორით და უშუალოდ ხელოვნების პარტო სპექტან ურთიერთობით და ასე შემდეგ. ამაზეა მხოლოდ საუბარი. ეხლა მოდით ნახოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთა პერსპექტივები ამ კვირის განმავლობაში. როგორ იქნება? ესე იგი 10-16 თებერვლის შუალით დავიწყოთ ვერძით. ნუ რადგან დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია, ვერცაც აქვს პოზიტიური შანსები, ჯერთი არ გქონდა ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი ფრიად აქტიურია, კომუნიკაბილურია, ლიდერია, რო იტყვიან ხასიათით, უშიშარია, მებრძოლია და კარგი ორგანიზებული მონაცემების გამოვლენა შეუძლია. პერსპექტიული პროექტების ჩამოყალიბება, რეალიზაცია, ამხრივაც ეს პერიოდი ჯერ კიდევ კარგი ახალი იდეები შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვა შორის. ეს ის პერიოდი, რომელსაც ამავდროულად რეფორმების დრო გაქვს და ამიტომ სიახლეები შემოიტანეთ. შეიძლება ახალი ვარსკვლავობა, ახალი დავშეთ, შეიძლება საათი, ახალი შეიძლება რაღაც ურთიერთობები, ახლებური, ახალი წიგნი და შემდგომ. ანუ რაღაც სიახლე უნდა შემოიტანო და მაქსიმალური კონტაქტი თანამედროვე ტექნოლოგიებთან. აი, ვისაც უნდა ხა პროგრამული სისტემების ათვისება, ახლა საუკეთესო დროა დაითვისებთ. ან დავშეთ ინტერნეტის მაქსიმალურად გამოყენება, აქედან მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანებიც კი ვერძი რაც უფრო სპონტანურ იმპროვიზაცია შეძლებს ამ კვირაში და ორიგინალური თვით გამოხატვა იქნება და აზრებით ცოტა ესეთი არასტანდარტული მით მეტად იქნება წარმატებული. ეს არის რეფორმების და სიახლეებისთვის საუკეთესო კვირა. შემდეგი კვირა ამხრივაც კი იქნება უფრო რთული. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. სხვა შორის მეგობრული კონტაქტები შეიძლება საკმაოდ ამაღლოთ ან ახალი მეგობრული წრეში შეკრა და სხვა შორის მეგობრების მხრიდან თანადგომაც საკმაოდ იგრძნოთ, რაც დამშვან იქნება თქვენთვის. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ერგოტონუსი მაინც არ კიდევ დაბოლია. ჯანმრთელობა მართალია ნელ-ნელა დაიწყებს უკვე ამ კვირის ბოლოდან გაუმჯობესებას, მაგრამ ჯერ მაინც იგი დაბოლია. ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ინფექციური დაავადებების ტენდენცია მაღალია და გაითვალისწინეთ საერთოდ ეს ყველას ეხება არა მარტო კუროს, რომ ამის შემდეგი კვირიდან აი ყველაზე მაღალი იქნება ინფექციური დაავადებების ტენდენცია. ამიტომ ვიყავით განსაკუთრებული ყურადღებით უკვე აი შემდეგი ასე ვთქვათ ორშაბათიდან რომ აი იქ უკვე განსაკუთრებით ასე ვთქვათ ეს ინფექციურმა დაავადებებმა არ შექმნან პრობლემები რაღაც ეპიდემიური და ასე შემდგომ. და ამის ალბათობაზეა მაგალითად საუბარი და არა აუცილებლობას, მაგრამ მაინც ვიღოთ ყურადღებით ამ ხრივაც. ესე იგი ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება კუროებო, რატო? იმიტომ რომ საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს ამ კვირასაც. და ამიტომ მაქენა გაუმდინარე ეს ხელს შეუწყობს თქვენს ფინანსურ წარმატებებს და ფინანსური შესაძლებლობების გამოვლენას. შეიძლება ახალი პერსპექტიული პროექტები ჩამოყალიბოთ ან ჩაერთვოთ ამ პროექტებში. ზოგიერთ შეიძლება მსხვილი საყიდლების წინაშეც კი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში რაღაც პოზიტიური შანსები არის. თუ კარგი ურთიერთობები გაქვთ აქ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, შეიძლება ამან ხელი შეუწყოს ასე თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და კარიერულ წინსვლასაც კი. მთავარი არის რა? არ მოხდეს ფორსირება თქვენი მხრიდან მოვლენებისა. ნუ ჩქარობთ. რომ ზოგიერთი რამ შეიძლება კარგად დაიწყოთ, წარიმართოს და მერე ჩქარობთ, გინდა დროულად დაასრულოთ. არა. 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭირით თქვენი საყვარელი პრინციპი, აქ უნდა მაქსიმალურად გამოიყენოთ. და კიდევ
ნუ კუროს თქვენ ისეთ როგორ უწოდებენ საერთოდ ასტროლოგიაში უტაქტოს რატო იმიტომ რომ ზედმეტად პირდაპირია რადიკალურია ზოგჯერ და ჯეუტია შესაბამისად აი ეს თვისებები დაიოგეთ მაქსიმალურად მოერიდეთ აი ესეთ მძაფრ და რადიკალურ რომ ასე ვთქვათ ზოგჯერ სარკასტულ გამოთქმებს რაც შეიძლება გახდეს ამ პერიოდში სერიოზული ხელის შემშალი ფაქტორები და ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტების მომტანი ამიტომ ვიმეორებ ჯანმრთელობას და ამ ნეგატიურ ტენდენციებს მაქსიმალურად ყურადღება თუ გინდათ რომ სხვა მხრივ შორის საქმიანი კუთხით კვირა იყოს სასიკეთო და მთლიანობაში წარმატებული თქვენთვის რაც შეეხება ტყუპების ჰაერისტიკის წარმომადგენელ ნიშანს საკმაოდ კარგი კვირაა ტყუპებო შემდეგ კვირიდან რადგან სირთულეების ტენდენცია მოიმატებს ყველასთვის და ეხლა თქვენ და გამოიყენოთ ეს კვირა მაქსიმუმზე ესე იგი მოდუნების უფლება არ გაქვთ პირიქით აქტიურეთ, იმოძრავეთ, ხალხში აწუხეთ, რომ თქვენ დინამიური უნდა იყოთ, იმიტომ რომ პოზიტიურ პერიოდში შეიძლება დინამიური მოქმედება. ინტელექტუალური განვითარება გინდათ, სწავლა, სულიერი განვითარებისთვის გადასარევი პერიოდია. თქვენ შეიძლება აღმოჩნდეს თქვენში საყოველთაო ყურადღების ცენტრში, მეგობართა დახმარების ტენდენცია მაღალია თქვენ, დროულ რჩევებს გასცემთ და შეიძლება დროული რჩევებიც მიიღოთ სხვათა მხრიდან, აუდიტორიის წინაშე გამოხვიდეთ სიტყვით, ამან დიდი პოპულარობა შეიძლება მოგიტანოთ მგზავრობა მოგზაურობის კუთხით. უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, უცხოეთში სწავლა, მივლინება, უბრალოდ მოგზაურობა იქნება დაუვიწყარი და ბრიად შტამბეში დავიდა წარმატებული. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი კავშირების გაფართოებას. ანუ შესაძლებლობები ყველა დონეზე ძალიან მაღალია, ამიტომ რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ, რათა ეს პოზიტიური შანსები ამ კვირისა მაქსიმალურად გამოიყენოთ. გერჩხების ზოდიაქოს რაც ეხება აქაც როგორც კუროს შემთხვევაში ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება, იმიტომ რომ როგორც ტონუსი მაინც ახლა დაბალია, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, ეს არის ამშვენი, არავითარი მელანქოლიური დეპრესიული ტენდენციები. ეს ყველაფერი დაივიწყეთ, პირიქით, ოპტიმიზმი წინა პლანზე, საქმიანი კუთხით პერიოდი არის საკმაოდ კარგი, წარმატებული. ამიტომ დინამიკა მოგეთხოვებათ, ოღონდ თუ თქვენ ახლა გადაიღალეთ და ამ შემთხვევაში ახლა ცხოვრება ეთხოვს დინამიკას, საქმეები, რაც უკვე შეცდომას დაუშვებთ ადვილად. დაღლილ ასე ვთქვათ მდგომარეობაში. ამიტომ მიეცით ორგანიზმის სათანადო დასვენების აღდგენის საშუალება დახარჯული ენერგიისა. მაშინ თქვენ ეფექტურობა მოქმედებისა იქნება მაღალი, ეს ხელს შეუწყობს მიზნების მიღწევას უფრო მეტად, ძალიან ნაყოფიერ პარტნიორულ თანამშრომლობას, არაერთი პრობლემის გადაწყვეტას, შეიძლება ზოგიერთი გეგმაც კი შეიცვალოს და ეს სასიკეთო ცვლილება იქნება. ზოგიერთი პრიორიტეტიც კი შეიძლება შეცვალოთ როგორც საქმეში, ასევე ბიზნესში და ესეც იქნება უფრო სასიკეთო ცვლილება. იღბლიანი ერთ სიტყვით საქმიანი კუთხით საკმაოდ მაღალია. და აქედან გამომდინარე, მიუხედავად შეცდომებისა, მაინც მთლიანობაში კვირა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის კარგი, უბრალოდ ერთადერთი რამ მიაქცეთ მას ყურადღება, ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლო დაცვა კვლავ აქტუალურია თქვენთვის. ანუ რაც აპირებთ საბმედი ხართ რა იგმებგათ, ამაზე წინ და წინ არ ვაპარაკოთ. ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე გათქვით. აი მაშინ იქნებით უფრო მეტად წარმატებული. და ზოგიერთისთვის შეიძლება ეს პერიოდი იყოს დასამახსოვრებელი, ისეთი ზოგიერთ შემთხვევაში ინტიმური, ისეთი ძალიან მძაფრი კონტაქტებითაც კი. აი ესეც შესაძლებელია. რაც შეეხება ლომის იმპერატორთან ნიშანს ცეცხლის სტიქია, ანუ ლომი აქ კარგად ცნობს თავს, ერთი არ გო ტონუსი გაქვთ მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ფსიქოემოციური სტაბილურობა მოიმატებს, არაერთი პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ ზოგიერთ საქმის დასრულება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ან ვერ აგვარებდით, ან რაღაცა უშლით და ამას ხელს და ზოგიერთი საქმის რეალიზაციაც კი. ეს ის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ აი საკამათო საკითხები თუ იყო ურთიერთობებში, აი საკამათო საკითხებიც მოაგვაროთ, ფინანსური მდგომარეობაც მოაგვაროთ. ამიტომ პერსპექტივები საკმაოდ კარგია. ერთადერთი რა შეიძლება აქ შეუშლიდეს ხელს ამ თქვენს პერსპექტივებს, ისევ და ისევ. ძველი ვალები ან ვალდებულებები, რომელიც თქვენ არ გაისტუმრეთ თავის დროზე. აი ამან შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც კარიერულ, ასევე თქვენს ბიზნეს საქმიანობას და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ითხოვს ყურადღებას, პარტნიორული ურთიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანი ისევ. თუ თქვენ გაქვთ კარგი, ჰარმონიული, გინდათ პირადი სასკოლო, გინდათ ბიზნეს საქმიანი ურთიერთობა, ეს სერიოზულად წინ წაწევს თქვენს შესაძლებლობებს და წარმატებებს. მაგრამ თუ ამ სფეროში გაქვთ სირთულეები ან კონფლიქტები ან გაუგებროებები, მაშინ რაც უყურია, ეს საგრძნობად უკან დაგწევთ მათ შორის საქმიანი და პირადი ურთიერთობების კუთხით. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აკაც ენერგოტონუსი თქვენი შემცირებულია, იმუნიტეტი დაბალია, ამიტომ
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას კარგად გამოიძინეთ, ნუ გადაიღლებით. ეს აუცილებელი წინაპირობაა მთლიანობაში წარმატებისთვის. რატო? Toro საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი და წარმატებული პერიოდია. Თქვენ შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიონალური შესაძლებლობები და საგრძნობლად ამ კუთხით წაეციოთ წინ. Ამასთან ერთად მოდით ავუშვოთ, რომ აქ შეიძლება ახალი საინტერესო ვალდებულებების საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც ასევე ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. აქ აშკარად გააფართოვეთ თქვენი გავლენის სფეროს და უფრო წარმატებით იმოქმედებთ ფინანსური კუთხით, ეს გამოჩვენებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც კი. Realობაში ლაგდება ურთიერთობა ასევე კოლეგებთან, ასევე ხელმძღვანელებთან, მათი თანადგომა ასევე იქნება ფრიად მნიშვნელოვანი ერთ სიტყვით. საქმიანი კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია. Ერთ-ერთი რამაც შეიძლება აქ ხელი შეუშალოს ყოველივე ამას, ეს არის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება ვიმეორებ მეტი ცოტა ჩვეულებრივზე მეტი დასვენება და არ გადაღლა. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშნულებს, სასწორები ახლა აქტიურები არიან, ენერგიულები, ინიციატივას გამოავლენენ. საკმაოდ ასე ვთქვათ, ოპტიმისტი ნიშანია და არასწორი ენერგიის მატება აძლევს საშუალებას, რომ როგორც ლიდერმაც, როგორც ხელმძღვანელმაც, როგორც ორგანიზატორმაც კარგად წარმოაჩინოს საკუთარი მონაცემები. აქ საჩუქრს ფრიად სამართლიანი ხდებით და ეს წევს ზევით თქვენს რეიტინგს. ეს პერიოდი ხელს სკოს პრობლემების გადაწყვეტას შედარებით ადვილად. ახალი, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიების, ახალი იდეების, ახალი პროექტების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას და ერთ სიტყვით ეს ის პერიოდი, სადაც შეიძლება სერიოზული ცხოვრებისული ტრანსფორმაციები მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, როგორც პირადული, ასევე საქმიანი. და ასევე უნშოთ, რომ აქვს ამ პერიოდს ცოტა ესეთი განსხვავებული კვირის ბოლოსკენ ცოტა ფინანსური პრობლემების წარმოქმნის ტენდენცია არასთან იქნება დაკავშირებული წინასწარ განუსაზღვრო ხარჯთან. ამიტომ რადგან ესეთი ტენდენცია არის, ფული საერთოდ ხარჯვას ცოტა მეტი კონტროლი დაუწესეთ. იმიტომ რომ უაზრო ხარჯვა ფულის ან არასწორია, ან უკონტროლოა, შეიძლება გახდეს ზედმეტი ხარჯის ფაქტორი და აქ კიდევ დაემატება ამას წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯი, რომელიც უცებ გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და ამან შეიძლება დაგტოვოთ ნულზე ფინანსური კუთხით და შექმნას ფინანსური პრობლემები. და აი ამან კი შეიძლება თავის მხრივ გარკვეული კონფლიქტები გამოიწვიოს. ამიტომ აი ამ კუთხით ვიყოთ ყურადღებით, აქ მოვერიდოთ ცოტა უაზრო, ასე ვთქვათ და უყარათო ხარჯვას, რათა ეს არ გახდეს შემდგომ ესეთი პრობლემების წინაპირობა მთლიანობაში საკმაოდ კარგი კვირის განმავლობაში. უმჯობესდება თქვენი დამოკიდებულება და ურთიერთგაგება როგორც შვილებთან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან, რაც ხელს უწყობს ამ ურთიერთობების ჰარმონიზაციას და სხვა შორის სიყვარულისთვის კარგი პერიოდია. რომანტიკული კავშირებისთვის აი ამ კუთხითაც კი ეს პერიოდი მეტად სასიკეთოა. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნულებს, მორიელთან რაღაც ტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამგრად. ესე იგი ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი და ამიტომ ჯანმრთელობას ნუ გადაუღლით. საკუთარ თავს მიაქციეთ ყურადღება, ცოტა დაასვენეთ საკუთარ თავს, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემოთ, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით კიდევ ვიმეორებ. საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. იმისთვის რომ საქმეში იყო წარმატებული, ჯანმრთელობა უნდა იყოს მდგრადი და თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამიტომ მას საჭირო ცოტა მეტი დასვენება, რომ ენერგია მოახდინოს სათანადო აღდგენა დახარჯულმა ენერგიამ. მთლიანობაში სასიკეთო ცვლილებების დროა, მათ შორის ოჯახში, სახლში, შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემები გადაწყვიტოთ, შეიძლება სახლში ახალი დიზაინის შექმნათ, გაალამაზოთ, კომფორტი შექმნათ მეტად და თვითრწმენა მატულობს ამ შედეგად. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ხვილ საგრძელებს. ზოგიერთი ვიმეორებ ძველი საოჯახო პრობლემები, რომელიც სხვა დროს რაღაც ვერაფრით ვერ წესრიგდებოდა, აი ახლა მეტად მოწესრიგდება და გადაწყდება და ზოგიერთმა შეიძლება შექმნას აქ ოჯახი. ან დავუშვათ უძრავი ქონება შეიძინოთ, ან ახალი მეგობრული კავშირების დაამყაროთ. აი ამ ხრივაც ეს პერიოდი სასიკეთოა და ძალიან მაღალი ურთიერთგაგება თქვენსა და ოჯახის წევრებსა და თქვენსა ნაცვლებს შორის. მათი თანადგომა და ხმარება იქნება ასევე წინაპირობა თქვენი სერიოზული წინსვლისა და წარმატებების. რაც შეეხება მშვილდოსნებს, პირველში ენერგოტონუსი მაღალია, იღბლიანი პერიოდია მთლიანობაში, ამიტომ აქტიურად უნდა ემოქმედოთ. ეს არის პარტნიორული თანამშრომლობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. აქ თქვენი პირადი კავშირები, საქმიანი კავშირები გაფართოვდებიან, ეს მოგაძლევთ საშუალებას თვითრეალიზაციისა და ამასთან ერთად შეიძლება რაღაც ჯგუფი ჩამოაყალიბოთ, რომელთან ერთად ძალიან კარგად პარტნიორულად ითანამშრომლებთ. ამავდროულად ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მთავარია ზედმეტად არ იჩქაროთ. არ იყოთ სულსწრაფი, მათ შორის ძველი კავშირების
მოშორების კუთხითაც. აქაც არიჩქაროთ. და აქვე აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც აი კარგი საოჯახო ურთიერთობები ახლობელთა თანადგომას მეტად ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას, საუკეთესო პერიოდია სწავლისთვის, ასევე მგზავრობა მოგზაურობისათვის. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ და ამან კიდე ხელი შეუწყოს ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მის შემდგომ პრაქტიკულ რეალიზაციასაც კი. უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იქნება დროული და მეტად სასიკეთო. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, მოითამაშოთ, რომ ფინანსური კუთხით პერიოდი კარგია უდაოდ. ძველი საქმეებიდან, პროექტებიდან შეიძლება მიიღოთ ფინანსური დივიდენდები, რაღაც ახალ პერსპექტიულ პროექტებში ჩაერთოთ, დაუპირად იმუშაოთ, რაც ასევე ხელშეუწყობს ამ კუთხით გაუმჯობესებას სიტუაციისა და ეს თან მორალურ კმაყოფილებასაც გამოიწვევს თქვენი მხრიდან. თავარია რა, თუ თქვენ ხართ ძალაუფლების პირი, ისევ და ისევ არ გადაამეტოთ ძალაუფლებაში, რათა ეს არ გახდეს მერე კონფლიქტების საბაბი და კიდევ. აი დავუშვათ კაპიტალ დაბანდება, რაღაც გინდათ ინვესტიციების განხორციელება შვიჯარ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედოთ. ნუ ჩქარობთ. მაშინ ესეთი ინვესტიცია იქნება გამართლებული და სტური. და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, რომელშიც მაქსიმალურად უნდა გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას. იმიტომ რომ ერთადერთი რაც აქ ხელს უშლის მთლიანობაში ამ თქვენ საქმიან წარმატებებს, ისევ არის დაბალი ენერგოტონუსი. დაბალი იმუნიტეტი. თქვენ ახლა აქ თუ გაწევდით ან ნუ გაწევებას ვინც იჩივის დაუშვათ ინფექციური გრიპის წინაშე აღმოჩნდით. ნუ ეს ყველაფერი ეს პერსპექტივები საქმიან წყალში გადაიღრებათ, ხო? ამიტომ გავფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ შესაბამისად აქედან გამომდინარე იმოქმედოთ. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობა თვალშესაცემია, უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს, ნაკლებად გზუდავენ და ეს თავისუფლება გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენც აქ რეფორმატორული მოქმედებების კუთხით, საინტერესო იდეების კუთხით ჩამოყალიბდეთ და განახორციელოთ ეს იდეები, მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების პერიოდია. მთავარია ზედმეტი და უაზროდ არ ელაპარაკოთ და ზვარდასრულ ფანტაზიებს არ დაეკნოთ ხოლმე. რეალისტურად იაზროვნეთ, რეალურ ფაქტებს დააყენეთ და მით უმეტეს უფროსი თაობის მანდილოსნებს მეტად დაუგდეთ ყური, მათ შორის დედებს. იმიტომ რომ აქედან მიიღებ ძალიან დროულ და სწორ და კარგ რჩევას. აი ეს ტენდენციები გავეთვალისწინოთ, თუმცა ცვლილებებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. გარეგნობიდან დაწყებული, თუნდაც მეთოდოლოგიით დამთავრებული, რაც უფრო მეტად საინტერესო რეფორმატორულ ცვლილებებს შემოიტანთ, მით უფრო სასიკეთოდ იმოქმედებს ეს თქვენს შესაძლებლობებზე, საქმიანობას და წინსვლას. რაც შეეხება თევზებს, თევზებო, აი ნელ-ნელა ჩვენ უკვე ვასრულებთ იმ პერიოდს, რომელსაც ქვია დაბადების წინა პერიოდი თქვენთვის, რომელიც არის ურთულესი წლის განმავლობაში, მაგრამ ჯერ კიდევ ეს კვირა არის ესეთი. აი შემდეგი კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი დაიწყებს გაუმჯობესებას და თავს უკეთ იგრძნობთ ფიზიკური კუთხით გულისხმობ. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეხლა ჯერ კიდევ ენერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტი დაბალია, ადვილად იღლებით, აქ იგივე გაცივების, სხვა სახის პრობლემების წარმოქმნის ტენდენცია მაღალია, მოშორნეები, ფარული ჭორები, ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ საკმაოდ აქტიურად აგორდებიან და ასე შემდგომ. ანუ ხელშემშელი ფაქტორები საკმარისად არის, მაგრამ თუ ამას გაითვალისწინებთ, ენასკვლელს დააჭერთ. ზედმეტ არ ილაპარაკებთ თქვენი გეგმების შესახებ და დრო მისცემთ ორგანიზმის სათანადო დასვენების საშუალებას და გამოძინების, მაშინ საქმიანი კუთხით გექნებათ ნამდვილად კარგი პერსპექტივები. იმიტომ რომ ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა, ზოგიერთი ძველი მათ შორის პროექტის საქმის დასრულება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც კი პრემიების და ბონუსების სახით. და მოდიამშვით, რომ ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს აი იმ საყიდლების გაკეთებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ სახლისთვის, ოჯახისთვის, მაგრამ რაღაცა უშლიდა ამას ხელს. აი ახლა ამის საშუალება შეიძლება გქონდეთ და აქ მათ შორის შეიძლება დახმარებაც მიიღოთ და თანადგომა ახლობელთა მხრიდან, მათ შორის რთულ სიტუაციებში და რთულ პერიოდებშიც კი. აი ამ მხრივ ეს პერიოდი კარგია. ამისთვის საჭიროა, რომ ფეხზე იდგეთ, ჯანმრთელობა იყოს მდგრადი, განწყობაც პოზიტიური, რაც ხელს შეუწყობს კლიენტობას შედარებით სტაბილურად ამ პერიოდის დაბადების წინა ყოველთვის ცოტა რთული პერიოდის გავლას. 12 ზოდიაქოს ნიშანი იყო ეს და მათი ასტროპერსპექტივები 10-16 თებერვლის შუალედში და ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ცალკეულ დღეებს მივაქციოთ ყურადღება და მათ პერსპექტივებს, აი მაგათ ხვალინდელი დღე.
10 თებერვალია, ორშაბათი დღე. გზაში იყავით და განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან სხვა მძღოლების მოქმედება შეიძლება იყოს წინასწარ განუსაზღვრელი. ცოტა რთული დღეა ქორწინებისათვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ადგილსაღუპელის მათ შორის ბინის შესასვლელად, არაისასვლელი იგივე ბავშვთა დაპირებების გაცემა და სიფრთხილე გმართებთ ცეცხლთან, მჭრელ საგნებთან მიმართებაში. ფინანსური შესაბამისობის დაშვების ალბათობაც ხვალ ასევე მაღალია. გადაამოწმოთ საბუთები, სანამ მათ ხელს მოაწერთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, გულის ზონა. განსაკუთრებით უკვე საღამოს გულსიძარღვან სისტემას მიაქცევთ ყურადღება, ზედმეტად უგადაღლით გულს და ცოტა დაასვენეთ თქვენი თავი. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთმემართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი. პოზიტიურია ეს დღე კუროს და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება სამშაბათს 11 თებერვალია, გეომაგნიტურია ეს დღე, გეომაგნიტური ციტესი დღეა, რომლის შეობისას მეტი პრობლემა იქნება სწორედ გულსიზარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას. ამიტომ აქ შეიძლება წნევის პრობლემა იჩინონ თავი. აი სწორედ აფეთქებები მზეზე, ეს გეომაგნიტური ქარები, რაც ცუდად მოქმედებს წნევაზე, აი სწორედ ესეთი დღეა 11 რიცხვი და ამიტომ წნევას მიაქცეთ ყურადღება უგუნებობის, თავის քივილის და სხვა დისკომფორტის წარმოქმნის შემთხვევაში და გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკა, რათა მოიყვანოთ ორგანიზმი ნორმაში. სამშაბათს ცვლილებების დროა, ესე შეიძლება უწოდოთ მათ, მცირეოდენი შეჩერება ერთგვარი ეს დღე, დიდი და მნიშვნელოვანი რაღაც სის დაწყების წინ, შეიძლება ესე ვთქვათ. სამშაბათს კარგი არომათერაპია, აბაზანა, ფრიად სასიკეთოდ იმოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ბავშვები მეტად შეეწინააღმდეგებიან აქ მშობლებს, მოემატებს ასევე აზარტი, დინამიურობა მოქმედებისას და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი. შესაბამისად ოპერაციების ჩატარება ორგანოთმემართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, რასაკვირველია, აქ არ იქნება სასურველი. ყველას კარგია სამშაბათი ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 12 თებერვალი არის ოთხშაბათი, მნიშვნელოვანი დღეა, გეომაგნიტურია უდავოდ, რადგან იგი უკავშირდება სავსე მთვარეობას. სავსე მთვარეობის დროს დღეს ერთად გეომაგნიტურია და სავსე მთვარეობის პიკი გვაქვს 17 საათზე 54 წუთზე, თუმცა მთელი დღე ითხოვს რასაკვირველია განსაკუთრებულ ყურადღებას. სავსე მთვარეობა ეს არის მაგასანებად მძიმე კოსმიური ენერგიების დღე, მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ხდება ლომის და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე, რაც მეტად განაპირობებს აგრესიულ, დეპრესიულ ტენდენციებს, მეტ კონფლიქტებს, ტრავმულოვარულ ტენდენციებს, სხვა სტუნებებს, შეცდომებს, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციებს და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით, მაქსიმალურად მოერიდოთ ყიდვა, გაყიდვა, სესხის აღებას ან გასესხებას, პრეტენზიების გამოხატვას, ეგოიზმის, სულსწრაფობის გამოვლენას, არ ვარ გაესწრებ ფინანსური გარიგებებისთვის, ხელშეკრულებებისთვის, ბინის შესაცვლელად, სცენარების დარგვა გადარგვისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისათვის, ყურების გასახრეტად და ასე შემდგომ. ესე იგი მაქსიმალურად გავიაროთ სავსე მთვარეობა ფრთხილად და წინდახედულად. არავით არის კონფლიქტები, პროვოკაციებს არ აღვეთ, არავით არის საქმე და გარჩევები, მეტად გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას და საჭესთან იყავით ყურადღებით. ეს 12 რიცხვში 4 შაბათს. აქ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გმართებს საღამოს ღამე, უпростоრად 23 საათიდან ღამის პირველ საათამდე. აი ამ დროს ჩვენ გვაქვს უკურსო მთვარის, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელსაც ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარების, არა ზღოლებს და ქვეითად მოსაუბრებლებს ამ პერიოდში ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება აი ამ არასასურველი ტენდენციების მიმართ. რაც შეეხება უკვე 13 და სხვა შორის რისკ ჯგუფში 12-ში ჩვენ გვეყოლება რასაკვირველია მერწყული და ლომი. პირველ რიგში სადაც ხდება სწორედ ეს დაპირისპირება მზის და მთვარისა და მათ გარდა ცოტა საყურადღებო იქნება ესე იგი ეს პერიოდი ასევე კუროსთვის და მორიელისთვის. თუმცა მთავარი რისკ ჯგუფი მაინც უკავშირდება მერწყულებს და ლომებს. რაც შეეხება 13 რიცხვს, ეს არის უკვე ხუთშაბათი დღე, აქ ნაყოფიერია ეს დღე, კარგად მოფიქრებული საქმეებისთვის. თუმცა, სირთულეები ჯერ კიდევ მოსაუბნელია სავსე მთვარეობის შემდგომი დღეა და აქ ჯერ კიდევ ეს შეიძლება ვლინდებოდეს მაგალითად სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრობისა და ახალი ნაცნობობისთვის, გამოცდების შესაბარებლად. აქ შეიძლება სხვა სირთულეები წარმოიქმნას ხუთშაბათს და
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი, ელენთა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, მაგრამ 4 შაბათს 12-ში, როცა ჩვენ გვაქვს სავსე მტვარეობა, აი აქ განსაკუთრებული ყურადღება გულსიზარღვან სისტემას. ყველას მინდა ვთხოვო, იმიტომ რომ აქ სუსტდება განსაკუთრებით ეს ზონა. ამიტომ არავითარი ნერვიულობა 4 შაბათს რაც არ უნდა ხდებოდეს. თქვენს გარეშე თქვენ თუ დაეზიანებთ გული არის მთავარი ძრავა ორგანიზმისა, ის თუ დაზიანდა მე ნელ-ნელა ასე ვთქვათ გამოიყვანს დონორობიდან იგი სხვა ორგანოებსაც. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილდით, იმიტომ რომ არის სავსე მტვარეობა, მძიმე ენერგეტიკული დღე და ამ დროს მოდის უარყოფითი ენერგია, ამ დროს თქვენ ტვირთავთ გულს ზედმეტად, მათ შორის ნერვიულობით, ზედმეტად ფიზიკური, ემოციური გადაღლით. ეს რას უყურია მასზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. ასევე 12-ში მოვერიდოთ 4 შაბათს სოლარიუმს აბაზანას აბანოს. ამისგანაც ვიღოთ რაც შეიძლება შორს და სიმძიმეებსაც ზედმეტად მოვაწვევთ. აი ეს ამას მოგცეთ ყურადღება. ხა 13-ში მაგალითად კარგია 13 უკვე 5 შაბათი დღე ქალწულებისთვის და მორიელებისთვის, მაგრამ არ ვარგავ ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის და 13-ში უკვე გულსიზარღვანი სისტემა უფრო მდგრადი იქნება, მაგრამ აქ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი და ელენთა და ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში უკვე 5 შაბათს არ იქნება სასურველი, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა თავისთავად. 14 რიცხვს რაც შეეხება თებერვლისა, ეს არის პარასკევი დღე, გეომაგნიტური, ამიტომ იცით თქვენ რომ გეომაგნიტური დღის მსვლელობისას თუ რამე დისკომფორტი იგზავნით, აუცილებლად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა, ან ყავის პროფილაქტიკა და ცოტა მეტად დაასვენეთ საგვიტარი თავი, ეს ეხება პარასკევ დღეს. სამაგეროდ გაზომვითი ოპერაციებისთვის დღე კარგია. აკონტროლეთ ამ დროა თქვენი ემოციები, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან ურთიერთობებს, შემოქმედებით მუშაობას. აი ამ ხრივ ეს დღე საკმაოდ კარგია, მაგრამ გამოცდების შესაძლებლად არ ვარგა. მოვერიდოთ აქ ცხოველთა კასტრაციას და მნიშვნელოვანი გაზრდილების მიღებას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა, ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი, ეს დღე კარგია დალაგება დასუფთავებისათვის. პოზიტიურია ეს დღე კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება შაბათს უკვე 15 რიცხვია, თებერვლისა აქაც მიაქციოთ ყურადღება მმართველობა დაკარგული მთვარის პერიოდს. დღის 12 საათი 27 წუთიდან დღის 15 საათამდე 57 წუთამდე გასტანს იგი და ამ დროს ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს. ეს კი საკმარისი ამისთვის, რომ ტრაუმატული სიტუაციები შეიქმნას. ამიტომ ზღოლებს, ქვეითად მოსიარულებს ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. Ლიანობაში დღე კარგია შრომისათვის, დასვენებისათვის, დღის პირველი ნახევარი, მოდი ასე ვთქვათ, არ ვარგა გამოცდების შესაბამებლად. უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვისათვის. ამავდროულად რა ხდება კიდევ საინტერესო შაბათს 15-ში. გონების, კომუნიკაციის, ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური სწორედ ამ დღიდან შაბათიდან 3 მარტამდე გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანთა აზროვნებაში. მაგალითად კარგსაც და ცუდსაც. კარგი რა არის? შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარს, ინტუიციას, ფოტოგრაფიულ მეხსიერებას, დახვეწილ იუმორს, ემოციურობას, გნობიარობას, ქველმოქმედებისა და კოსმიური საიდუმლოებებისადმი, ჩვენს ეზოთერიკისადმი მიდრეკილებას, რელიგიური საკითხებისადმი მიდრეკილებას. ამავდროულად გააღვიებს ნეგატიურ ტენდენციებსაც, მაგალითად რას? ზედმეტ ფანტაზიებს, რომელიც ილუზიებში და თვითმოტყუებაში გადადის. გადამეტებულ თანაგნობას, რომელსაც ხვები კარგად გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ, კარგად ჭყალებში. გააძლიერებს ტყუილებს, შინაგან შიშებს და ცუდი აზრების საკვიატების ტენდენციას. ასევე გააძლიერებს ალკოჰოლის სასმელების ნარკოტიკული ნაერთებისადმი მიდრეკილებებს. ამიტომ ეს ტენდენციები მაქსიმალურად ითხოვენ ყურადღებას. აი ამ პერიოდში უკვე შაბათიდან 3 მარტამდე. იმიტომ რომ ეს ყოველივე გააძლიერებს ამ ნეგატიურ ტენდენციებს, ცოტა დეპრესიულობას, გონებისა და ასე შემდგომ. ჯანმრთელობის კუთხით შაბათს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი, ყელი და თირკმელების ზონა. ცხადია ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და აი სწორედ 15-დან უკვე 3 მარტამდე მაქსიმალურად უნდა შეუძახოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ცოტა გაითვალისწინეთ გონება, რადგან გადადის ინტელექტის მმართველი პლანეტა თევზების ძალიან მელანქოლიურ დეპრესიულ ნიშანში, ესე იგი ვიმეორებ აქ
ცოტა ბევრი იქნება მელანქოლიური დეპრესიული აზრები, იმიტომ რომ ფიქრები წარსულზე, გონება ცოტა უფრო დუნდება, ფანტაზიებში გადადის რაღაც ასე თქვა დაფრენავს რო იტყვიან რა რეალობა ცდება. ამიტომ ილუზიების ალბათობა, თვითმოტყუების ალბათობა მაღალია და ამიტომ აქ თუ არ შეუძახეთ საკუთარ გონებას და არ ამუშავეთ და აყევით რაღაც ცდუნებებს, რომელიც იქნება ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან დაკავშირებული, რაც უყურეს არც კარგს არ მოიტანს და ამ მხრივ ყოთ ყურადღებით. და ჯანმრთელობის კუთხით შაბათს უსწრება, ესე იგი ნაზლოვთა სისტემა, ჯირკვალი, ყელი, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი პირველ რიგში და პოზიტიური ეს დღე თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. მევადექით 16 რიცხვს, ეს არის უკვე კვირა დღე, გეომაგნიტურია მინდა გითხრათ და ეს გეომაგნიტური ტენდენციები ამ დღისა მეტად პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულს, ვიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც ასევე თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, გონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვადასხვა პარტული გამოვლინებების, ასეთ შემთხვევაში ისევ და ისევ აკონტროლებთ წნევას და შესაბამისი მათ შორის პროფილაქტიკით არეგულირებთ მას, რათა თავი უკეთ იგრძნოთ. კარგია შემდეგი კვირა აქტიური ადამიანებისთვის, ამავდროულად მოვერდოთ ფინანსურ ურთიერთობებს, ნუ მიიღებს ზედმეტ სითხეს, ციტრუსებს, თხილს და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. პარტნიორ ურთიერთობებში საკითხები მოაგვარეთ მშვიდობიანად, დიპლომატიურად და კომპრომისების მიღწევით. ეს დღე გადასარევია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ასევე სხვა სახის საყიდლებისათვის, შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები და კანის ზონა. დადებითი ეს დღე ვერძის, ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს შემდეგი კვირის ტენდენციები იყო. ეხლა მოვიტანხმოთ, რომ ვისაც აი პირველ რიგში ვისაც აქვს ფინანსებთან, ბიზნესთან, ასე ვთქვათ, ფინანსურ ბიზნესთან ურთიერთობა, აი მათ საყურადღებოდ მოდი ავნიშნოთ, რომ ამ კვირას რა ტენდენციები ექნება. ნუ პირველ რიგში 10-11 თებერვლის დღეები. შეგვიძლია თქვენი ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანოთ. და ცოტა შორიდან, მაგრამ გადახედეთ შეიძლება რაღაც ახალი პარტნიორებიც კი იპოვოთ. 12 რიცხვიდან კი უკვე კვირის ბოლომდე ყველა ნაბიჯი ბიზნეს სფეროში და ფინანსურ სფეროში უნდა იყოს ზედმიწევნით გათვლილი. 7 ჯერ გაზომერთხელ გაჭერის პრინციპი უნდა იყოს წინა პლანზე. არავით არის სპონტანური გადაწყვეტილებები და მაქსიმალურად გავუფრთხილდით თქვენს ფინანსებს. რაც შეეხება მოგზაურობას, აქ მოდით აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალურად თუ გაქვთ საშუალება ამ კვირაში რომ დავუშვათ გადაიდოს მოგზაურობა იქნება უკეთესი. იმიტომ რომ სიმშვიდე შეიძლება არ სუფევდეს გზებზე და ამიტომაც შეიძლება იყოს რისკი რაღაც წინასწარ განუსაზღვრელი სიტუაციებისა და პრობლემებისა. და თუ ახლა მიდიხართ, მაშინ ჯერ ერთი ლოცვა ჩაიტარეთ, ერთი და მეორე მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რომ აქ ასე ვთქვათ არ უყურადღებოს ნიადაგზე რაიმე პრობლემა არ შეიქმნას და მოვერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელიც შეიძლება ასევე გზაში სხვა მძღოლებთან ან სხვა დავუშვათ კიდევ პერსონალთან შეიქმნას შეიძლება. ამის ალბათობა აქ მაღალია ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორ ურთიერთობებს 10-11 თებერვალი. კარგია სასიყვარულო პარტნიორ ურთიერთობებისთვის, მაგრამ აი 12-დან კვირის ბოლომდე ზოგიერთ პარტნიორს გაუჩნდება განსაკუთრებული სურვილი მეტი თავისუფლების მოპოვებისა. და აქედან გამომდინარე, ეს თავისუფლებისადმი ლტოლვა არ გახდეს მერე საოჯახო ან პარტნიორული კონფლიქტების მიზეზი. და ამ მხრივად ცოტა ასე ვთქვათ მოზომე თქვენი განსაკუთრებული ლტოლვა თავისუფლებისადმი, რათა ეს არ გახდეს ზედმეტი შემდგომ პრობლემების ფაქტორი და ამ მხრივად ვიღოთ ცოტა ყურადღებით. და აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ვთქვათ სხვა ტენდენციები, რომელიც გასათვალისწინებელია, ნუ პირველ რიგში, ვისაც აქვს მკურნალობის დაწყების სურვილი ამ პერიოდში 10-11-16 თებერვლის დღეები კარგია ამ პროცედურისათვის. არ ვარ გასამაგერო 12 და 13 თებერვალი აქ მკურნალობას ნუ დაიწყებ. დანარჩენი დღეები საშუალოა. ვისაც განზრახული აქვს დავუშვათ იგივე თუნდაც მოგზაურობა, ნუ საერთოდ პერიოდი ნაკლებად წარმატებული, მაგრამ ნუ თუ მაინდა-მაინც აუცილებელია ხო 12 და 13 განსაკუთრებით თხილად. ეს ორი დღე განსაკუთრებით არ ვარგა. აი უკეთესია 10-11-16 თებერვლის დღეები ამ მხრივ. მაგრამ სიფრთხილე გზაში რა აუცილებელია ეს უკვე იცით. და რატო ესეც იცით. სამსახურის შეცვლისთვის ყველაზე კარგია 10-11-14-16 თებერვლის დღეები და არ ვარგად 13 თებერვლის დღე. ხელშეკრულებების დასადებად 11
14, 15, 16. ეს დღეები შეიძლება გამოვყოთ და 12, 13 თებერვალი არ ვარგა ეს დღეები. ქორწინებისთვის, მოდი ასე ვთქვათ, 11 თებერვალი შეიძლება გამოვიყენოთ პრინციპში. ამ კუთხით 14 და 15 კარგი დღეებია, 16-იც არ არის ცუდი სხვათა შორის. მაგრამ თავი შევიკავოთ 10-ში, 12-ში და 13 თებერვალს. ბინის ყიდვა გაყიდვა, ახალ ბინაში გადასვლა, ამ კუთხით 10, 11, 16 თებერვლის დღეები კარგია, 12, 13, 14 თებერვალი არ ვარგა. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 14 თებერვლის დღე და არ ვარგა, 10, 12, 13 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. დარჩენილი დღეები საშუალოა. მსხვილი საკითხლებისთვის ყველაზე კარგია 11 და 15 თებერვალი, არ ვარგა 13, 14, 16 თებერვლის დღეები. სასამართლო პროცესებისთვის 14 და 15 თებერვალია კარგი. 12 და 13 თებერვალი არ ვარგა. აი ეს ტენდენციებიც გავიცვალისოთ, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ეხლა რაც შეეხება თმების შეჭრას, 2 დღე გვაქვს შემდეგ კვირაში კარგი, ეს არის 10 თებერვალი ორშაბათი და 16 თებერვალი კვირა დღე. აი ეს 2 დღე გამოიყენეთ თმების შესაჭრად. დანარჩენი დღეები ამ ხრივ არ ვარგა. ეხლა რაც შეეხება ჩვენ საფინანსო რიტუალებს, პირველ რიგში ის რიტუალები, რომლებსაც ესა თუ ის მოქმედება იზიდავს თქვენ და მე ფინანსურ ეგრეგორს, ანუ ფინანსურ ენერგიას და შესაბამის შესაძლებლობებს, ან პირიქით განზრდვა მოხდება თქვენსკენ და ზედმეტი ხარჯის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. აი რა მოქმედებებია, ხვალ მაგალითად 10 თებერვალს კარგია, ნებისმიერი მოქმედება. ეს გააძლიერებს მიზიდულობას ფულისა თქვენ და მე. Pulis ენერგიისა. მაგრამ ხვალ სამაგეროთ არ ვარგა ვალის დაბრუნება და დავშოთ ფასეული, დავშოთ რაღაც ფასეულის ნივთების ჩაბარება ლომბარდში. ეს პირიქით ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს შემდგომ. 11 თებერვალს სამშაბათს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება და ვალის გასტუმრება. 12 თებერვალს ოთხშაბათს დახმარება სხვებისთვის იქნება ძალიან კარგი და ფინანსების მომზიდველი, მაგრამ არ ვარგა ვალის გასტუმრება და საიუველირო ნივთების შეძენა. 13 თებერვალს ხუთშაბათს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ეს მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს. 14 თებერვალს პარასკევს კარგია საათის შეძენა, თუმცა აქ ფულს დახარჯავთ, მაგრამ ორი იმდენი შემოგივათ მერე და არ ვარგა ფულის ვალში აღება ან გაცემა. და ძვირფასეულობისაც ლომბარდში ჩადება. 15 თებერვალს შაბათს თუ კარგად იქნება გათვლილი კაპიტალ დაბანდება, მოგიტანთ ფინანსებს და 16 თებერვალს ინვესტიციები, ასევე თუ კარგად იქნება გათვლილი, იქნება ასევე წარმატებული. მაგრამ არ ვარგა 16-ში შემდეგ კვირას საკუთარი ფულის გადათვლა. ეს ზედმეტ მერე ფინანსურ ხარჯთან იქნება ყოველივე დაკავშირებული. ეხლა რა შეეხება ანგელოზის დროს, ანგელოზის საათს, ეს ის დრო იცით, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს თხოვნით და თუ ეს თხოვნი ადეკვატურია იმისა, თუ რასაც იმსახურებთ თქვენი კარმული მისიიდან და კარმული გზიდან, რამდენად ასრულებთ ამ კარმულ მისიას, მაშინ მიიღებთ ამ თხოვნას და ის შეგისრულდება. ზოგიერთს უსრულდება სხვა შორის ვიცნობ ეს ადამიანებს და თუ არ ასრულებთ ამ კოსმიურ მისიას, მაშინ ეს თხოვნა შესრულებული არ იქნება. მაგრამ ამ პერიოდში თქვენ ნამდვილად გადიხართ ფარველ ანგელოზთან კონტაქტზე, ამას წყალი არ გაუვა. აქ შეგიძლიათ ილოცოთ კიდეც და თხოვოთ კიდეც. ესე იგი ხვალ 10-ში ჩვენ გვაქვს 10 თებერვალს ეს დრო დღის 11 საათიდან 16 წუთიდან, ჩემთვის უკვე დღეა, ზოგისთვის შეიძლება დილა იყოს. და ასევე დღის 11 საათამდე 50 წუთამდე გასტანს იგი. ანგელოზის დრო 11-ში, ანუ სამშაბათს იწყება დილის 9 საათზე 55 წუთზე და გასტანს დილის 10 საათამდე 30 წუთამდე. ანგელოზის დრო 12 თებერვალს ოთხშაბათს იწყება დღის 12 საათზე 25 წუთზე, გასტანს დღის 13 საათამდე და 3 წუთამდე. 13 თებერვალს იგი დაიწყება დღის 12 საათზე 15 წუთზე და გასტანს 13 საათამდე. 14 თებერვალს ეს უკვე პარასკევია, დაიწყება დილის ან დღის როგორც გენებოთ 11 საათზე 36 წუთზე, გასტანს დღის 12 საათამდე 22 წუთამდე. 15 თებერვალს შემდეგ შაბათ დღეს, ესე იგი დილის 9 საათზე 5 წუთზე დაიწყებს იგი ამოქმედებას და დილის 9 საათამდე 53 წუთამდე გასტანს. და შემდეგ კვირა დღეს დღის 13 საათიდან 15 წუთიდან დღის 14 საათამდე გვაქვს ანგელოზის დრო.
ეს ინფორმაცია ამ კვირის შესახებ და ტენდენციების შესახებ. ეხლა მე მინდა მცირეოდენი კიდევ ინფორმაცია მოგაწოდოთ პროფესიების შესახებ. ანუ რა იგულისხმება? ანუ ამ ბევრ საინტერესოებსაც კითხვები არის ჩვენთან. სხვადასხვა სფეროს შესახებ ასტროლოგია და სხვადასხვა სფეროები, მათ შორის მაგალითად პროფესია და ასტროლოგია. რასკვილის ინფორმაცია არის ზოგადი, რომ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი პირობებში პირადი რუქა გჭირდება ამისთვის. სადაც უკვე სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, მე შეიძლება გითხრათ, რომელი პროფესია იქნება თქვენთვის კარგი, წარმატებული, რომელიც საშუალო და რომელიც ცუდი. რაც არ უნდა გაეკაროთ, ხო? და ამ ხშირად როცა ვსაუბრობთ, ესე ადამიანები მეუბნებიან, აი მე გრძნობდი ამას, მაგრამ იქ მამამ შემიშალა, დედამ შემიშალა, ვიღაცამ კიდე და ამის შედეგად წავიდა სხვა პროფესიის გზით და დღემდე ნანობს ამას. ხო, ამას ხშირად ხვდებით ჩვენ და ამიტომ როდი ასე ვთქვათ, ზოგადი ეს ინფორმაცია უფრო ზუსტი არის პირადი ჰოროსკოპიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ვეუბნებით, რომელი პროფესია კარგი და შეიძლება ერთი არ იყოს და იყოს რამდენიმე პროფესია, უბრალოდ ადამიანი უნდა იმ რამდენიმე პროფესიიდან არჩევს, რისკენ აქვს გული მეტად, ხო? მაგრამ იქ რო წარმატების ფაქტორია ყველაზე მაღალი, ეს არის უდავო. ეხლა მე მაგალითად მივდიოდი მეცნიერების გზით. და უცებ შანს პირად ჰოროსკოპში ვხედავ, რომ ჩემი წარმატება მოდის რადიო, ტელევიზია, პრესიდან. ანუ მასმედიიდან. ოღონდ თუ იქ განვავითარებ არა გადაცემას ხელოვნებაზე, არა პოლიტიკაზე და სხვა რამეზე, არამედ ეზოთერულ, ოკულტურ, მათ შორის ასტროლოგიურ თემებზე. მაშინ კი და ნამდვილად ესე წავიდა ეს, ასე ვთქვათ, ჩემი პროფესიონალური განვითარებაც მინდა გითხრათ, თუმცა სულ სხვა გზით მივდიოდი თავიდან. აი ჩემს შემთხვევაში ესეც ერთ-ერთი კარგი დასტურია იმისა, როგორ მუშაობს პირადი ჰოროსკოპი. იქ რასაკვირველია აბსოლუტური სიზუსტეა, მაგრამ ზოგადად მაინც რო ვიცოდეთ, ვის რა მიდრეკილებები აქვს, რომელ ნიშანს და რომელი პროფესია სადმე არის ეს მიდრეკილება, სადაც ის კარგად ავლის თავის შესაბამისობას და თვისებებს, ამაზე ვისაუბრებთ ახლა. თუმცა მეორე, შეიძლება ეს მიდრეკილებები მას ჰქონდეს, მაგრამ ეს პროფესია მაინც წარმატებული არ იყოს. წარმატებაზე გვეუბნება მხოლოდ პირადი ჰოროსკოპი. ამას მე წინ ხაზს უსვამ. აი დავიწყოთ ვერძის ნიშანმა. შეიძლება მოგცეს მიდრეკილებები ფიზიკური შრომის, სპორტის მიმართ. ასევე მას უკავშირდება ქალაქ-გარეთ ჩასწავლების სამუშაოები, მაგალითად გეოლოგიური სფერო, სოციალური ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ეკონომიკა, ზუსტი მეცნიერებები, კი ბატონო. მოდი ავნიშნოთ, რომ მუდმივი ახალგაზრდული შემართება ვერც ანიჭებს პოეზიის კარგ აღქმასა და აღზრდელის ნიჭს. ბუნებრივი ენერგიულობისა და მაღალი ზნეობის გამო ვერძები ხშირად არიან ლიდერები. თუმცა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისინი უნდა მოერიდონ გაუცნობიერებელ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რადგან ამის გამო შეძლოთ სხვა ადამიანებს მიაყენონ ზიანი. ანუ ვერც ყველაფერი ეჩქარება. ამიტომ თუ იგი ხელმძღვანელი პირია, უნდა იყოს ფრთხილი, წინდახედული, არ უნდა იჩქაროს. ამიტომაც იყო რომ დავით აღმაშენებელი პირველ შერენგაში აყენებდა ჯარისა ვერძებს და არა ხელმძღვანელ პირად, იმიტომ რომ ხელმძღვანელი მიუხედავად რომ ვერძი მეომარია და უშიშარია, მაგრამ ის როგორც ხელმძღვანელი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით შეცდომებს დაუშვებს. აი რა შესაქმე. ამიტომ ამ ტენდენციებს მიაქცეთ ვერძებმა ყურადღება. ძალიან კარგია ვერძის სამისლო კვლევით სფეროში. ძალიან კარგად ზნობს თავს და სფეროში, როგორც არის მაგალითად ენერგეტიკის სფერო. აქაც ასე ვთქვათ შესაძლებლობები ძალიან კარგია და თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამული სისტემების სფერო. აი ამ სფეროებში უპირველეს ყოვლისა ის ძალიან კარგად ზნობს თავს. რაც შეეხება კუროს გოროთათვის საქმიანობის ბუნებრივი სფერო შეუძლია მიიჩნიოთ სასოფლო, სამეურნეო საქმიანობა, ფლორისტიკა, მებაღეობა, ფიზიკური შრომა სუფთა ჰაერზე, აგრეთვე ის სამეცნიერო სფეროები, რომელიც უკავშირდება ბუნებას, ბუნების მეტყველება, ბიოლოგია. თუ კურო რამეს აკეთებს საკუთარი ხელით, მაშინ მას მონოტონური საქმეებიც აკმაყოფილებს. თუ ეს ხელს არ უშლის მათ ჩვეულ მყუდროებას. ანუ დამოკიდებულება აი საქმისადმი, აი როგორ ხასიათდება ზოდიაქოს ნიშნებისა. სამყარო სილამაზის დანახვის უნარი და მისი მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობის სურვილის განაპირობებს კუროს პროფესიონალურ ორიენტაციას. იგი ხშირად უკავშირდება ხელოვნების ფართო სპექტრს, დიზაინს, არქიტექტურას. ქალებისთვის ახლოა კულტურის სფეროში მოღვაწეობა, სადაც ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმიანობას. კურო თანდაყოლილი ფილოსოფოსია და ძალზედ პატიოსანი მუშაკი, მაგრამ ამას გარშემოყოფები ყოველთვის ვერ ამჩნევენ, რადგან ამ ნიშანს ახასიათებს შენელებული მოქმედებები და ხშირად სიზარმაცეც კი. ანუ კუროთა პოტენციალი ძირითადად უფრო მეტია, ვიდრე მათი რეალიზაცია ხდება. კურო კარგად გრძნობს თავს პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების ფართო სპექტრში, მშენებლობის სფერო, ასევე მისთვის სასქوارლო
სამომავლო სფეროები. ამ პროფესიებში პირველ რიგში იგი ყველაზე ლაღი და ფრიად წარმატებულია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს, ახლოსა პრაქტიკულად მათთვის ხორცს შესაძღმელი იდეებისა და ტექნიკური გამოგონებების სფეროები. ეს ინჟინერების ნიშანია. მათთვის კარგია ყველა ის პროფესია, რომელიც უკავშირდება საინფორმაციო მომსახურებას. თარგმნა, დაუშვათ იქ ექსკურსიები, სამუშაო, რომელიც უკავშირდება ჟურნალისტიკას, პრესას, რადიო, ტელევიზიას, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიას, კომპიუტერული სფეროები, კი ბატონო, ამ ნიშნის სამიწარმოო ნიჭი ვლინდება მენეჯმენტისა და ვაჭრობის სფეროში. ხოლო მოქნილი მათი ხელები კარგად ასრულებს თავის საქმეს, მათ შორის მედიცინაშიც ან ტექნიკის ნებისმიერ სფეროში. ოქროს ხელები აქვს ტრადიციულად ამ ნიშანს. ტყუპებს მოსწონთ მუშაობა მივლინებებში. ხშირად გააჩნიათ ინტერესი პოლიტიკის მიმართაც. იგივე დავუშვათ დონალდ ტრამპი და ნუ ხედავთ მის განცხადებებს დილით ერთი უნდა, საღამოს სხვა უნდა. შეიძლება სხვა რამე თქვას ეს გაუარება ტყუპებისა ამ სფეროშიც კარგად ჩანს. ძალიან კარგად ფლობენ ენებს, ძალიან კარგი ლინგვისტები არიან და ძალიან გზნობიარენი არიან ლიტერატურის და ფილოსოფიის მიმართ. ნუ ბლეს პასკალი აიღებ და ნუ მიხვდებით მომენტალურად ხო. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ახლოსაა მიმბაძველობა, უყვარს სამსახიობო ხელოვნება, კინო, როგორც ცხოვრების მენტალური ანარეკლი. თუმცა თვითონ იშვიათად არიან დაჯილდოებული ძლიერი თვითყოფადობით, რადგან მთლიანობაში ცხოვრებისადმი ფორმალური მიდგომის გამო მეტად მოსწონთ იდეალური გმირის ან სამაგალითო სუპერმენის როლში ცხოვრება. ტყუპებისთვის ყველაზე შემოქმედებითი საშუალო ფუნქციები, ასევე სადაც იგი კარგად ზნობს თავს და აქვე აუჩვენთ რომ გადასარევი მეტყველება აქვს, უმაღლესი ლოგიკური აზროვნება აქვს. ამიტომ მეორე ზუსტი მეცნიერებიდან დაწყებული დავუშვათ ტურიზმით დამთავრებული ძალიან ბევრ სფეროში ამ ნიშანს შეუძლია ძალიან კარგად წარმოაჩინოს თავისი მონაცემები და შესაძლებლობები. დანარჩენ ნიშნებზე ჩვენ ვისაუბრებთ უკვე შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ეხლა უკვე ჩვენ ამგვეწურა საავტორო დრო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას დღევანდელი ეთერისთვის, ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ გითხრათ რომ ეს კვირა გამოიყენოთ. მას აქვს პოლიტიკური შანსები, ოღონდ 12 რიცხვი 4 შაბათი გავეროთ ხილად, რადგან იგი სავსე მთვარეობა და ცოტა პროვოკაციულია. დარჩენ დღეები გამოიყენოთ, იმიტომ რომ ამის შემდეგი კვირიდან დედამიწა უკვე აშკარად უარყოფით ენერგობაში გადავა და სირთულეები იქნება მეტი. მე გესურვებ წარმატებებს ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, ხვალ ტრადიციულად ჩვენ შევხვდებით დილის გადაცემებში და უკვე შეგეძლებათ უკვე ინფორმაციის სხვა, იგივე იმედის მეშვეობით, იგივე დავუშვათ პოსტივის მეშვეობით და ასევე რადიოების და ჟურნალების მეშვეობით ამ ინფორმაციის მიღება. იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. საუკეთესო სურვილებით მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.